მინდა იმ სამ კატეგორია ადამიანებზე გესაუბროთ, რომლებიც ვერ ღებულობენ ღმერთისგან ვერაფერს. ვერც ლოცვაზე პასუხს, ვერც განკურნებას, ვერც სასაურს და ვერც ხსნას თავის ცხოვრებაში. ასეთი ადამიანები არიან პირველი ეჭვიანი ადამიანი, რომელიც ღმერთისგან ვერაფერს ვერ მეიღებს. სახარება ამბობს ეჭვიან გავს ზღვის ტალღას მიმოტაცებულს, რომელიც არ არის მდგრადი, არ არის ერთგული, რომელსაც ყველანაირი მოძღვრების ქარი აცდუნებს. ასეთი ადამიანი ვერ ღებულობს ვერაფერს უფლისაგან. მეორე კატეგორია არის ხორციელი ადამიანი, რომელიც ვერ ღებულობს ვერაფერს, რადგან სახარება ამბობს, ხორციელი ადამიანი ვერ ღებულობს, რაც ღმერთის სულისგან არის, რადგან არ შეუძლია მიღება და არც ძალუც, რადგან სულიერად არის განსასჯელი ის, რაც სულიერისგან მოგეცა. და მესამე კატეგორია ადამიანები, რომლებსაც გონიათ, რომ ყველაფერი იციან. ასეთი ადამიანი ღვთის სიტყვა ამბობს, ვერ ღებულობს ვერაფერს, რადგან მას გონია, რომ რამე იცის. ამიტომ მოდი ვიყოთ უბრალოები, მოდი ვიყოთ წყურვანი ღმერთის სიტყვისა, რომ არ ვიყოთ ამ სამ კატეგორიაში, არამედ როგორც გულწრფელი ბავშვები უფლის წინაშე. უფალმა დაგლოცოთ იესოს სახელით. ამინ.